Დავრუნდი ისევ, დიდი ხანია ვიდეო არ გადამიღია სამწუხაროდ. გონი 6 დღე იქნება, თუ არ ვცდები, ან 7. აქტიურად ვარჯიშობდი ამ პერიოდში, ვინც თვალს მადევნებთ Instagram-ზე, TikTok-ზე, რავი. ვდებდი ხოლმე სიახლეებს. ვისაც არ ყავართ გამოწერილი TikTok-ზე, Instagram-ზე, გამომიწერეთ, გამომყევით. რავი, თუ გინდათ. ხო, ეხლა მივდივარ დარბაზში. ზურგის დღე მაქვს და ტრიცეპსის. გონი წინა ვიდეოს ტრიცეპსზე და ზურგზე გადავიღე არ მახსოვს რა. ანუ წინის წინა ვიდეო. დარბაზიდან რო გადავიღე არ მახსოვს. გონი ეგ იყო. ნუ მოკლედ. დღეს ორმაგი დატვირთვა მაქვს, იმიტომ რომ პარკშიც ვიყავი რა, ანუ კარდიო სპონჯში დავრბოდი და ეხლა მივდივარ ძალოვან ვარჯიშებზე. ხო, ვინც არიცით, ნუ არც გეცოდინებათ, იმიტომ რომ ვიდეოებში არ ჩანდა. გავზარდე წონა, ანუ წონები გავზარდე დარბაზში, ზურგის და ტრიცეპსის ვარჯიშებს ძალიან დაბალ წონებზე ვაკეთებდი და ეხლა გავზარდე რა. ძალიან მცირე წონებზე ვაკეთებდი რა, ანუ თავიდან ტექნიკის პონჩი მინდოდა რომ დამემუღამებინა ტექნიკა რა, რომ რაღაც შეცდომით რაღაც არ დამეზიანებინა ხერხემალი ან რაღაც რა, მოკლედ. წონის კლებას კარგად მიდის, ანუ დავამუღამე ერთი პერიოდი, ერთი და იგივე წონებზე ვიყავი რა, ანუ დარბაზში ვარჯიშობდი ერთი და იგივე წონებს და ანუ არ ვიკლებდი. ნუ ჯანსაღად კი ვიყვებებოდი, მაგრამ მაინც არ ვიკლებდი რა, ანუ ვარჯიშობდი რა. როგორც შემეძლო ისე და მაინც არ ვიკლებდი წონაში და როგორც კი გავზარდე წონები პროგრესი არის რა, ანუ შედარებით კარგად ვიკლებ წონაში. ნახო გაყინული იყო და შემდეგ უკვე როგორც კი გავზარდე წონები, ანუ პროგრესი არის ნამდვილად რა. და თქვენს გირჩევთ რომ თუ ერთი და იგივე წონაზე ხართ და გაიყინა და ვარჯიშობთ რა, ანუ აქტიურად ვარჯიშობთ და რაღაცა, გირჩევთ რომ წონებს მოუმატოთ. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, დამიჯერებთ, არ დამიჯერებთ, არ ვიცი, თქვენზეა ეგ. წავედით ფიტნეს დარბაზში.
კარგი დღე იყო, თუმცა აი ზურგის დღისთვის მაინც მოუფრთხილდი, რადგან ზურგი ძალიან სპეციფიკურია. ანუ ძალიან მოსაფრთხილებელია რაღაც ტრავმა რო არ აიკიდო ან რაღაც. ზოგადად უნდა მოუფრთხილდეთ ვარჯიშის დროს, ანუ ტრავმებს და ამიტომ ვარჩიე, რომ შედარებით დაბალი წონებით მევარჯიშა ზურგის ვარჯიშები რა. ნუ შემდეგში ანუ სადმე ჩქარება, ხო გავზრდი, ანუ ეტაპობრივად რა, ანუ გავა ერთი თვე მოუმატებ წონას, გავა კიდევ ერთი თვე და ასე რა, ანუ პროგრესის მიხედვით უნდა გაზარდოთ და არა იმის გამო, რომ რაღაც უცებ გქონდეთ პროგრესი და ასე შემდეგ რა, ანუ კუნთებს დავიყენებო და რაღაცაო და წონები გავზარდოთო, ეგრე არ შეიძლება. ყველაფერს თავისი დრო აქვს. პირველივე დღესვე მივლენ და რაღაც 100 კილოს ეკაჩებიან და რაღაცა რა. თითქმის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 100 კილო აწიოს, მაგრამ ანუ ჯანმრთელობას ხომ უნდა გაუფრთხილდე. გირჩევდით, ანუ ვინც მიყურებთ, ვინც თვალს მადევნეთ, რომ ივარჯიშოთ. ნუ თუ დარბაზისთვის არ გაქვთ თანხა რაღაც ან ტრენერისთვის თუნდაც სახლში ივარჯიშეთ. შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ზე საბაზისო ვარჯიშები, ანუ რითაც შეძლებთ რომ წონაში დაიკლოთ. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება, კომენტარის დატოვება, არხის გამოწერა. მე კი გემშვიდობებით დროებით.